გამარჯობა. დავიწყოთ ტესტით. იმედია ისმის. და პირველი ვინც შემოვა, იქნებ მითხრას ისმის თუ არა, რომ დავიწყო ლაპარაკი. მე მაინც დავიწყებ. და თუ არ გაისმის, მაშინ ეგ მითხარით და საინტერესო დღე იყო დღეს. გაუშვეს თეატრის ხელმძღვანელი დოიაშვილი. კობახიძეს ჰქონდა რაღაც ინტერვიუ საოცარი. და სასაცილოა რა თქმა უნდა სასაცილოა და კაია, სამწუხაროდ ყველაფერი უფრო უარესი უნდა გახდეს, სანამ უკეთესი გახდება. ამიტომ რა ვიცი, მის ბოდოებზე შეიძლება რაღაც კომენტარის გაკეთება, deep state-მა დარეკა და რაღაცებს სახისა. გამწვევებული აქვს მოკლედ. ყველაზე საინტერესო იქნება, როდესმე მის გაგება, თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო ეს deep state-ის თავგადასავალი თავიდან ბოლომდე, თუ ვინმეს მაინც ჯეროდა ამის, თუ თქვათ ერთს ჯეროდა და დანარჩენს არ ჯეროდა, მაგრამ თავს უქნებდნენ. აი, ამის შესწავლა საინტერესო იქნება, მაგრამ მაგაზე არ არის. თეატრთან ბრძოლაზე მინდა რა ერთი სიტყვა რაღაც თქვა, რომელიც ვფიქრობ საინტერესო შეიძლება იყოს იმის ასახსნელად, სად ვართ და რატო ვართ ესე. და პრინციპში არაფერი განსაკუთრებული არ გვჭირს ესეთი რაღაცები მომხდარა სამწუხაროდ სხვადასხვა კულტურებში ამ ტიპის ადამიანების აღზევება რა. უცნაური ხალხის მოდი ასე ვთქვათ, ანუ აბსოლუტურად კომპეტენციის გარეშე, ძალიან დიდი ამბიციით და უცებ ძალაუფლებით და მე ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს, ხო? ანუ სინამდვილეში ნორმალურ სახელმწიფოში, რა ვიცი, ზარქუა ოხანაშვილი, აი ხალხი არ ვიცი, დიდად რას მიაღწევდა. სადაც ამ თქვათ კარიერით ხდება, ხო? კი, რაღაც ტიპში მოხელეები ყოფილიყვნენ, მაგრამ ესეთი ძალაუფლება ამ ხელა ხალხზე გავლენა არასდროს არ უნდა ქონოდათ რა. იმიტომ რომ თავის ისინი ამას ვერ მოიპოვებდნენ ვერაფრით, იმიტომ რომ რაღაც ქარიზმა არ აქვს, საქმე არ ვიცი, რომელიმე მათგანს ვინმე სადმე რამეში წაყვებოდით საერთოდ. ხო, და აი ამ საშუალო ხალხის აღზევება არ არის შემთხვევითი ამბავი და მაგაზე მინდა ძალიან მოკლედ ერთი სუმიტრიალებს თავში ქოცების მოსვლის შემდეგ, ოღონდ სანამ ქოცები ესე გაშლიდან ფრთებს, უფრო საბჭოთა კავშირის თქვათ ადრეულ პერიოდის აღსაწერად შეიძლება და ეს გამომდგარიყო და არა მხოლოდ რა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის. არა ეგეთი ავტორი, ხოსე ორტეგა ი გასეტი, ესპანელი ფილოსოფოსი. და მის წიგნი მასების ამბოხი არის თარგმნილი ქართულად და ყველას გირჩევთ, რომ თუ ხელი მიგიწვდებათ ამ ბუკინისტებთან არ ვიცი ახალი გამოცემა არსებობს, თორემ ბუკინისტებში ხშირად არის ხოლმე და შეგიძლიათ რუსთაველს გაიაროთ ნახოთ. ვფიქრობ ძალიან კარგი საკითხავი ტექსტი არის და ძალიან გიხსნით იმას, თუ როგორ ხდება, რა იცვლება მე-20 საუკუნეში, ნუ მე-19 ინდუსტრიული რევოლუციის მერე პრინციპში, ოღონდ არა მარქსის გადმოსახედიდან, არამედ საპირისპირო გადმოსახედიდან, ხო, არა იმ გაგებით, რომ ძალიან პოზიტიური ცვლილებაა, როდესაც მასები შედიან თქვათ პოლიტიკაში, არამედ იმ გაგებით, რომ პირიქით ამ მასების ამ აღზევებამ შეიძლება რაღაცა დააზიანოს კიდევაც, ხო? გემოვნების საკითხია, რომელ პერსპექტივას აიღებთ, მაგრამ აღწერის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო რაღაც მიგნებები აქვს და კონკრეტულ რამდენიმე ამბავზე მინდა რა გითხრათ, რა არის მისი მიგნება ორტეგაი გასეტის. ხო და მოკლედ რაღაცა ეს გასეტი, გასეტი რაც გასეტს დაუძახებ ხა, პერსპექტივა აქვს რაღაცნაირად არისტოკრატიული რა, ის უყურებს სამყაროს რაღაცა ძვირფასი სამყაროს გადმოსახედიდან, რომელიც ნადგურდება იმის გამო, რომ სცენაზე, პოლიტიკურ და სოციალურ სცენაზე გამოდის ისეთი წარმონაქმნი, რომელსაც გასეტი ეძახის მასის ადამიანს. მასის ადამიანი. და ეს მასის ადამიანი შეიძლება ჩვენთვის ახლა დღეს უკვე რაღაც ტიპის რაღაც დონის გასაგებიც იყოს, მაგრამ უფრო ფუნდამენტური ის აქვს რა, საფუძვლო ფესვით რაღაც ამ გაგება მოკლედ ამ მასის ადამიანს. და რა ტიპი არის რა, პირველ რიგში რო აღწეროთ, არის როგორც გასეტი ამბობს, არის საშუალო ადამიანი. და საინტერესო მოვლენა არის საშუალოობა, ჩემთვის პიროვნული ისტორიის თვალსაზრისით საინტერესო, იმიტომ რომ ბაბუაჩემმა მითხრა თავის დროზე, რომ საშუალო არ იყო მთავარი ცხოვრებაში და დღემდე ვარკვევ რას ნიშნავს ეს და ვამართლებ თუ არა ბაბუაჩემის დანაბარებს. ყოველ შემთხვევაში სულ რაღაცა ორიენტირად მაქვს ეს საშუალოობა, კიდე საინტერესო ცნება, იმიტომ რომ მე სხვაგანაც მომიწია ამაზე წაკითხვა და ბაბუაჩემმა საიდან იცოდა საშუალოობის ეს დამანგრეველი ხასიათი დღემდე არ ვიცი, მაგრამ ნუ თავისებური ფილოსოფოსი იყო ალბათ.
მოკლედ ეს საშუალო ადამიანი არის ძალიან საინტერესო იმ გაგებით, რომ ის აცნობიერებს ამ საშუალოობას და პირიქით ამაყობს საშუალოობით. და ეს გასეტი ამბობს, რომ მანამდე ეს რაღაცა ტიპის ეს მასა, რომელიც არ იყო აქტორი პოლიტიკის ან სოციალური პროცესების, იყო გაწეული გვერდზე და სამყაროს ქმნიდა განსაკუთრებული ადამიანები ქმნიდნენ სამყაროს. განსაკუთრებული უნარების მატარებელი ადამიანები და ეს უნარები იყო უნიკალური. და ისევ თქვენზეა დამოკიდებული მოგწონთ არ მოგწონთ შეიძლება ცოტა ფაშისტურადაც ჟღერდეს, მაგრამ უბრალოდ აღწერა და მაგას დავაკვირდეთ, ხო? მაგალითად ხელოსნები რო წარმოიდგინოთ, ხო? ხელოსანი არის ის, ვინც არის რაღაცა უნარს ფლობს, უნიკალურ უნარს. აი მაგალითად ანდრეი რუბლოვი რო გავიხსენოთ იმის, ხო? ტარკოვსკის იქ არის რაღაც ზარის გამკეთებელი, ანუ ოსტატი, რომელსაც შეუძლია ზარი გააკეთოს. რა და პირველად რომ ნახე რაღაცნაირად ის განცდა მქონდა, რომ რავი, თუ ხელოსანი ხარ, ზარს გააკეთებ რა, მაგრამ მე ხვდები, რომ ესე არ არის. ანუ იმისთვის რომ შენ აი ზარი გააკეთო, რაღაცა ცოდნა გჭირდება. თუ გახსოვთ ის ბავშვი იტყუება, რომ თვითონ მასა აქვს, ხო, ეს ცოდნა, რომელიც მგონი ვინა მიხალკოვია, ხო, მგონი თუ კანჩალოვსკი, თუ ვინა ის ბავშვი ვინა აღარ მახსოვს, მაგრამ რომ ეს ცოდნა უნიკალური ცოდნა არის და მას ოსტატმა გადასცა, ხო? ამ თქვა რაც გინახავ, ვეღარ ნახავ შეუცა, ხო? გილდიების შემთხვევაში ან ამქრების შემთხვევაში, რომ ვიღაცა ტიპი არის მეწაღე და მას შეუძლია ამ წაღის გაკეთება და ეს ცოდნა რაღაცნაირად უნდა გადასცეს ვიღაცას და მე ის არის ამ ცოდნის მატარებელი. ხო და თანამედროვე სამყაროში ცოდნის მიმართ დამოკიდებული ესეთი არ არის. ხდება რაღაც ქარხნების აშენება, მეწაღეობა უკვე აღარ ნიშნავს ან წაღთან, ან ფეხსაცმელთან, საბოლოო პროდუქტთან პრინციპში ჩახსნილი ხარ, იმიტომ რომ შენ არ იცის ზოგადად რაღაცა ფეხსაცმლის კეთება, არამედ იცი იმ ფეხსაცმლის რაღაცა ნაწილის კეთება, ხო? ანუ მაგალითად, რა ვიცი, ერთი კაცი დგას, რაღაცა ძირს იმაშვება, აწეპებს, მეორე ზონარებს უყრის, მესამე რაღაცა შობა, კი, შრომა განაწილებულია, მაგრამ საბოლოო პროდუქტი გაუცხოებულია, ხო, იმისგან, ვინც მას აწარმოებს. და შესაბამისად უნარების თვალსაზრისითაც ვერან ვერ იტყვის, რომ მე ვარ მეწაღე რა. ანუ ის არ ფლობს წაღის გაკეთება, ის რომ გაუშვა მარტო და უთხრა მიდი გააკეთე ახლა ფეხსაცმელი, ვერ გააკეთებს რა, იმიტომ შეიძლება ზონარი გაუყაროს სადღაც რა, მაგრამ ფეხსაცმელი რა არის და თქვა ეს უნარი მისი არ არის რა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც როგორც ფეხსაცმლის ქარხანაში მომუშავე ტიპი, ამბობ რომ კი მე ვაკეთებ ფეხსაცმელს, რა ვიცი, ადიდას ფეხსაცმელი ჩემი გაკეთებულია. ხო და ეს მასის აღზევება ეს რაღაც საშუალო ადამიანის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ის უნიკალური უნარები, რაც ინდივიდს მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა დაეგროვებინა, ეს რაღაცა ზოგად უნარებზე არის დასული და პრინციპში აღარ არის ამ საშუალო ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცაში იყო სუპერ სპეციალიზირებული და სუპერ ფოკუსირებული მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში და ეს უნარი იყოს შენი გამსაზღვრელი, ხო? და რა შეცვალა ამან ზოგადად სამყაროსთან მიმართებაში ის რომ არა მარტო ადამიანი გახდა საშუალო, მეტ პროდუქტიც ეგეთი გახდა რა, ანუ ნებისმიერი პროდუქტი რაც ხელი არ უნდა დაადოთ, ხო? ეს არის მოხმარების პროდუქტი, რომელიც არანაირ რაღაცა დამატებით ღირებულებას სულიერს, ასე ვთქვათ, არ ატარებს, ხო? მაგალითად, გიფსით ჩამოსხმული და დავითის ქანდაკება, რომელიც ვიღაცამ უნდა თავისთან დაიდგას იმაში წყნეთში ან რაღაც კუბიდონები, რომლებიც არის იმიტაცია სიტყვაზე, რაღაც რომის რომელიღაცა ტრევის ფონტანის, ის არანაირი ღირებულებას არ წარმოადგენს. რა გიფსითაა გაკეთებული, ღირდა 27 ლარი და ეგ არის და ეგ. მაშინ როდესაც თავის დროზე იმისთვის რომ ქანდაკება გაეკეთებინა, რა ვიცი მე ვიღაც მიქელანჯელო იჯდა და მთელი ცხოვრება იმაზე ქვის და მარმარილოს ფილოსოფიას სწავლობდა და მე ოსტატობას ხვეწდა, ხო? ანუ განიძარცვა თანამედროვე სამყარო ამ რაღაც უნიკალური უნარებისგან განიძარცვა ამ ზოგადად ყველაფერი რაც გამოარჩევს ერთ საგანს მეორესგან ეს გაქრა და ზუსტად ამიტომ მაგალითად ახლა დღეს ეს handmade-ზე იმიტომ არის ამხელა პანიკა ერთ-ერთი არის ის რომ შენ როგორც მომხმარებელ ზოგს რომელსაც აქვს შესაბამისად შესაძლებლობა პრეტენზიაც აქვს რომ მე ეს ყველასნაირად კი არ ვიყიდე პირობითად აი ამ სუპერმარკეტში სადაც ყველა დადის არამედ მე წავედი და არ ვიცი მე ვიღაცა არ ვიცი მე რა ვიცი ლიტველი დებიების მიერ მოწველილი ძროხის ინდივიდუალურად მოწველილი ძროხის რძისგან დამზადებული რაღაცა ის ვქენი რძე ვიყიდე და მე უფრო კაი ტიპი ხარ რა ანუ იმიტომ რომ რაღაცა უნიკალურთან გაქვს შეხება სამყაროში არსებულ უნიკალურ ნივთთან გაქვს შეხება რა ისე როგორც ვთქვათ აი რაღაცა ნაქსოვი პერუელი ლამების მიერ ხელით გაპარსული ლამების მიერ რაღაცა პერუელი ქალების მოქსოვილი ჯემპრი თუ რა პონჩო თუ ხელთათმანები მაცვია და უკეთეს ტიპი ხარ ვიდრე ის ვინც მას პროდუქცირებული ხელთათმანი უკეთია ხო ან ქუდი ახურავს ამიტომ ეს handmade-ზე პანიკა ერთ-ერთი რეაქცია არის იმაზე რომ საგანი გახდა ჩვეულებრივი ასე ვთქვათ
ამაზე მგონი ეხლა ვერ გავიხსენებ ვინ ამბობს დამავიწყდა მე თუ გამახსენდება გეტყვით მე ვინ არის ხელოვნების ქმნილება მისი რეპროდუცირების ხანაში არის ეგეთ ნაწარმოები გვარს ვერ ვიხსენებ ეხლა ზურევია გერმანელი არის თუ ვინმე მიცით მითხარით მოგეთ არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება ზარურევია ხო და ბურევია ბენიამინი შეიძლება მანდაც მსგავსი ის აქვს რომ რაღაც არტეფაქტი დაშორდა იმ სივრცეს, სადაც ის იყო, თქვათ, კონტექსტუალური, მაგალითად ზევსის ქანდაკების მუღამი იყო, რომ იქ უნდა მისულიყავდა გელოცა რა და მუზეუმში ზევსის ქანდაკება დგას ან ჩემთან სახლში პოსტერი მიკიდია, მას უკვე აღარ აქვს ის ღირებულება, რაც ადრე ჰქონდა. ხო და ერთ-ერთი რაც გამოიწვია მასის აღზევებამ და ესეთი რაღაც შრომის დანაწილებამ ზოგადად და ინდუსტრიალიზმა და ზოგადად პროდუქტების შექმნამ პლუს ამას განაპირობა ის, რომ ეს ხალხი, ამ ხალხისთვის, რომელიც არის მასის ადამიანი, საშუალო ადამიანი, მისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის ცოდნები, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ათასწლეულების განმავლობაში იყო დაგროვებული კაცობრიობის იმაში, ხო, რაღაც დავარქვათ წიაღი. ხო და სად იყო ეს დაგროვებული? ვიღაც განათლებული ხალხის ტვინებში, ანუ ვთქვათ არისტოკრატია დავარქვათ პირობითად. არისტოკრატია როგორც სისტემა შეიძლება რა თქმა უნდა ვაკრიტიკოთ და ანუ უნდა ვაკრიტიკოთ მეც არ ვემხრობი რა მაგას, ამიტომ ეხლა ნუ გაიგებთ რომ მე ვეწინააღმდეგები მაგალითად დემოკრატია, სადაც ხალხი მონაწილეობს იმაში სახელმწიფო მართვაში. უბრალოდ ეს პროცესი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მაგალითად დღევანდელი გერმანია პირობითად ან ჰოლანდია რო ენახა ხოსე ორტეგა ი გასეტის ესეთი კრიტიკული შეიძლება არ ყოფილიყო. უბრალოდ თავის დროზე რასაც უყურებდა, ეს იყო მისთვის შოკის მომგვრელი და ეხლა გეტყვით რატომაც. ეს მასის ადამიანი ერთ-ერთი მახასიათებელი როგორც თქვით არის საშუალოობა და სიამაყე იმით რომ არის საშუალო, ანუ ის რასაც ესწრაფის არის არ იყოს გამორჩეული სხვისგან და ეგ უსწორდება, რომ აი ჩვენ ყველანი რა, აი ჩვენ ყველანი ვართ ერთნაირები და ეგ ასწორებს. და მეორე რაც არის ამბიცია, მაგალითად თუ როდესაც მექსმენიათ რომ ეხლა ძმაო სკოლა მეც მაქვს დამთავრებული რა. ანუ ისე გეუბნებიან სკოლა მაქვს დამთავრებული, თითქოს რაღაცა სუპერ მიღწევას გეუბნებიან. ანუ რა თქმა უნდა სკოლის დამთავრება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არის, განათლების მიღება, თავის დროზე ესეც არ იყო, მაგრამ დღეს ყველამის დროს სკოლის დამთავრება აღარ არის ის, რითიც შეიძლება რომ ეს თავაწელობა იარო და თქვა რომ ეხლა წესიათ მელაპარაკეთ სკოლა მეც მაქვს დამთავრებული რა. არ ვიცი, თამით უმეტეს გააჩნია რომელ ქვეყანაში გეტყვით სკოლა დამთავრებული. მაგრამ აი ეს რაღაცნაირი გათანაბრება რომ ეხა ვინ უფრო ჭკვიანია სად არის ეგა ქუჩის ბიჭები რა იყო და ღიმილის ბიჭებში რო არის ხო თუ არ ვცდები ვინ უფრო ჭკვიანი არის პლატონი თუ შენ თუ რაღაცას ეუბნება რომ პლატონმა არ იცოდა თერმოდინამიკა და რახან მე ვიცი 21-20 საუკუნეში ამიტომ უფრო ჭკვიანი ვარ ხო და ეგ ხო სიგიჟე არის სინამდვილეში მაგრამ ამბიცია რომ მე 20 საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს უჩნდება პრეტენზია რომ შეიძლება პლატონზე უფრო ჭკვიანი იყოს მარტო იმიტომ რომ 21 საუკუნეში თუ მე-20 საუკუნეში ცხოვრობს ზუსტად ეს არის ეს მასის აღზევებული ადამიანი ხო პირობითად დავარქვათ ქაჯი რა ხო რომ აი რა იცოდა ეხა პლატონმა ველოსიპედი და ამიტომ მე უფრო პლატონს ჭკვიანი ვარ ხო მაშინ როდესაც რავი პლატონი რაზეც საუბრობს მთელი ცხოვრების განმავლობაში ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ არც გაივლებს იმდენად შორს არის ეგ იდეები მისგან სამყაროსგან დაშორებული ხო ხო და აი ეს აბუჩად აგდება ყველაფერი ღირებულის მოყვა ზუსტად იმას რომ უცებ ხელმისაწვდომობა გაიზარდა საგნებთან, რომელიც ადრე იყო ცოტასთვის ხელმისაწვდომი, ახლა გახდა ბევრისთვის ხელმისაწვდომი და ამ ბევრმა უბრალოდ არ იცოდა რა იდგა ამის უკან. და ეგ არის ხოსე ორტეგა გასეტისთვის არის კატასტროფა და მეც ვეთანხმები და მაგიტო ვადარებ ამ შემთხვევაში ქოცებსაც რა. რას ნიშნავს ეს? აი თუ გახსოვთ ჩემთვის მაგალითად საბჭოთა კავშირი რო გავიხსენოთ, ეგეც იგივე პერიოდია, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებია. მაგრამ თუმცა მასში არჩეულ გამოფენაში არის რომელია მეორე მსოფლიო ომში მიდის ხო აგულიერის თავი პოსტ ომის პერიოდია 50-იანებია და თუ გახსოვთ როდესაც პიპინიასთან და იმასთან აგულისთან მიდის კომისია აი ეგ მეგობრებო არის ზუსტად ის რაზეც ხოსე ორტეგა ი გასეტი ნერვებს აიშლიდა როდესაც ვიღაცა ტიპი ომიდან დაბრუნებულ ვეტერანთა აღარ მახსოვს იმ კომისიას საერთოდ რა ქვია და ეგეთ კომისიებს ხოცები ბევრს ქმნიან დღეს და თუ გახსოვთ კომისიის შემადგენლობა ხო რა ფერმის გამგე ამბროსი მისი სიძე აფოსი და ეს ვიღაც ტიპი არისო პროსტა წამოიყვანეთ კომისიის გასაძლიერებლად აი ხა ის როლზე დაჭბერაია თუ ვიღაც როლზით იმაში რა ქვია კომისიაში მისი ზიზღის კომისიაში დაახლოებით ეგეთი ამბავი რა მნიშვნელობა გვის ჩასვავდნენ მაგრამ აი კომისია გააძლიერეს ერთის მეტი კაც დაამატეს რა და რას აკეთებს ეს კომისია აგულიერის თავის შემთხვევაში იკვლევენ აგულიერის თავს და პიპინიერის თავს რამდენად აქვს რაღაც ხელოვნებასთან ანუ უფასებენ ხელოვნების ქმნილებას რომ თქვენზე ამბობენ რომ ტიტულს აკეთებთ ხალხსო და მოკლედ უნდა შევამოწმოთ და ამოწმებენ მან არის ერთი სცენა როდესაც ეს კომისიის ხელმძღვანელი ამ ხანაგი ვიღაცა მიდის იმასთან რა ქვია სოკრატეს ბიუსტთან თუ სოკრატია ხო მგონი
თუ არისტოტელე. მოკლედ ბიუსთან მიდის ბერძნული ანტიკური. რა თქვი ყველაფერი ავაცილე ხო, მაგრამ ოკეი. ხო და ეკითხება პიპინიას, რომ ეს კაცი ბრმა რატო არისო, თვალები რატო არ აქვს, ბრმა არისო? და მან ჩდება უდიდესი ნაპრალი პიპინიასა და ამ კომისიის ხელმძღვანელს შორის, იმიტომ რომ პიპინიას უცებ სახეზე აწერია, რომ აი ახლა ამას აუხსნას, რას ნიშნავს ბერძნული ქანდაკება, ვინ იყვნენ ეს ფილოსოფოსები, რატო აკეთებდნენ თვალებს ესე. აზრი არ აქვს, უბრალოდ აზრი არ აქვს. და მარტივად უჭრის, რომ ესო აგულის გაკეთებული არ გეგონათო, ესო ბნელი რო იყო ხალხიო მაშინ აკეთებდნენ, არ იცოდნენ რა. პიპინია რა თქმა უნდა არ თვლის, რომ ბერძნებმა ქანდაკების კეთება არ იცოდნენ, იმიტომ რომ ქანდაკება მაკედან მოდის, ხო, ბერძნულ-რომაული ამბავი არის, ჩვენი თანამედროვე ეს ქვა რაც უდევთ მარმარილო, ეგეც ის არის, ხო? თუ ეგ იტალიური. ისევ შემეშალა, არა უშავს. ხო და მოკლედ იცის პიპინიამ რაც არის, უბრალოდ ამას ვერ აუხსნის, აზრი არ აქვს, ეგ კომისიის ტიპი ვერასდროს ვერც გაიგებს, რაც ნიშნავს ქანდაკება, ანუ მართლა უნდა დასვა და ერთი წელი რაღაცაზე აკითხო, ხო? და ამუშაო და უხსნა და შესაბამისად უბრალოდ მარტივად უჭრის და ეუბნება რომ ბნელი იყო რა ხალხი ადამიანები. აი გუფსკრული არის სინამდვილეში აი ამ მასის ადამიანსა და ყველაფერ ღირებულს შორის. მასის ადამიანი, როგორც ხოსე ორტეგაი გასეტი ამბობს, არის ტიპი, რომელიც მოიხმარს ყველაფერს ამაღლებულს, როგორც არაფერს, აი როგორც აბსოლუტურად, აი რავი პარიზში ვიყავი და რავი ნაგვითაა სავსე, აი ამას რო გეუბნება რა, ანუ პარიზში იყო, პარიზში ჩავიდა, ოღონდ ეხლა მე არ ჩამოთვლი პარიზი ჩემთვის ასთან ასოცირდება, იმიტომ რომ ტრიპაჩობა იქნება, მაგრამ ნუ პარიზი ხო ხვდებით რა და ჩავიდა და რა ნაგავი დაინახა სიტუაცია. ოკეი, შეგიძლია ფოკუსირდე მაგაზე რა, მაგრამ მართლა უნდა მოინდომო, რომ რასაც ჩამოიტან პარიზიდან იყოს მხოლოდ ნაგვის ყუთი და ვირთხები რა, უნდა მოინდომო, რომ ეგ დაგჭეს, ხო? ან თქვა რა ვიცი, მილანში ჩავედი და შოპინგი ძვირია რა, რა ვიცი, მილანში ხარ რა, ცოტა არ ვიცი რაღაცა რა, რამე ქენი ხო, რამე ნახე. მაგრამ არ არის ეგ ინტერესის საგანი არ არის აბსოლუტურად რა მილანი არის საშოპინგო ამბავი. მაშინ როდესაც მაგალითად ტურიზმი რომელსაც არ არსებობდა, აი ეს ჩანაწერები რა, ეგ დეტოკვილი სადღაც ამერიკაში მიც იქიდან ამერიკულ დემოკრატიას აღწერს, კიუსტენი რუსეთში, გოეთე იტალიაში, ანუ ეგ იყო მუღამი რომ ჩასულიყავი, ოღონდ ყველა ვერ დადიოდა და ვინც ჩადიოდა ისინი იწყებდნენ აღწერას სამყაროსი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამყარო რა. და უცებ წარმოიდგინეთ, როდესაც რაღაცა 3 კვირა შეიძლება 4 კვირა გაგრძელებული იყო ტრიპი, ნერი იქ უნდა დაგეწერა, წერის უნარი უნდა ქონოდა, ცოტა პოეტიც ყოფილიყავი, ცოტა განათლებულიც რო დაგენახა რას ნიშნავს ეს. დღეს რა ვიცი 23 ლარად შეუძლია ვიღაცა ტიპი დააჯდეს, პირობითად დავარქვა ზარქუა მაგალითად რა, გვარად და რაღაც გასაბერი ფლამინგო ჩაიდოს იმაში, წავიდეს და მე ჩამოვიძრა თქვას რომ ვიყავი მილანში და რავი რა გითხრა, აბა მილანში ვიყავი, რაცა და რომშიც გავიარე და რო გითხრა რომ ეხა ეს კოლიზეუმი რაღაცა, მომენტი როგორ გითხრა, აი დინამოს გავს, აი ეგ ტიპი რა. ხო და მაგას რო გელაპარაკება, ხოსე ორტეგა გასეტი არის კაცი, რომელიც მასე დიალოგის დროს თავს იყო პიპინია არის რა სინამდვილეში და ამბობს რომ ეგ არის კატასტროფა რა, ეგ ხალხი სამყაროს სახეს ახევს და ამტრევს და ლეწავს, იმიტომ რომ ყველაფერს იღებს როგორც as granted რა, ანუ რა ვიცი, მეკუთვნის რა. მაგალითად, მამაჩემის მაგალითი იყო ერთი ეგეთი სამყაროს მოხმარების, არასწორი მოხმარების ჟურნალისტი იყო, ჩასული რაღაც სომელიესთან რაღაც კახეთში და ის კახელი ტიპი ან რაღაცა ინტერვიუა რომ აი ღვინო და ის კახელი კაცი მეღვინე აი ეს ღვინო, ოღონდ აი სუპერ პროფესიონალი რომ აი ამ ფერდიდან და ეს რაღაცა ცელქმა ფუტკრებმა მტვერი გადმოიტანეს ჟოლოსი იმ ფერდიდან რომ სადაც მზე უდგებოდა და მე აურიეს და ცოტა ეს ყურძენი გავყინეთ, ოღონდ ძალიან არა და მხოლოდ იმის დროს რა ქვია ბუნიობის დროს დავკრიფეთ სანამ ცეკვავდით წელზემო ჭიშვლები და აი ამან შექმნა ეს პროდუქტი და ნუ ტირის ეს კაცი უკვე ამბავის მოყოლის დროს და აი ხა ჩამოგისხავ თუ ერთ ჭიქას რო გავსინჯო და ჩამოასხა და აი გთხოვთო რომ დააგემოვნოთო რომ აი ეს ბუკეტი რო შეიგზნოთ ბოლომდე რაღაცას ეუბნება და სანამ ეს სომელია სვავს, იმიტომ რომ ეს უნიკალური ბოთლი გახსნა ამ წამს, პარალელურად ეს ჟურნალისტი დგ ბოლომდე დაცალა ეს ჭიქა და მე ამოატრიალა ფჩხილზე დაიდო და 100 მტერი დაგეცალოთო რა. მე არ მაქვს ეგ სიუჟეტი ნახე, მაგრამ მამაჩემ როგორც მითხრა, ის სომელიე მოკვდა რა ადგილზე, იმიტომ რომ ეგ ღვინო ეგრე არ უნდა დაგელია, ხვდებით? ანუ ეგ ღვინო ეგრე არ უნდა დალია. და ზუსტად ეგ არის აი ამ სამყაროს, ამაღლებული სამყაროს ბანძი მოხმარება რა. და მაგას აკეთებს ყველა, აი აბსოლუტურად ჩვენს გარშემო დღეს რაც არის აღზევებული საქართველოში არის ზუსტად ეგეთი საშუალო ადამიანი, რომელიც არ აღიარებს უბრალოდ რომ ყველაფერი ღირებული არის შრომის შედეგი. უბრალოდ არ აღიარებს
სამაგიეროდ აღიარებს იმას, რომ მას ეს ყველაფერი ეკუთვნის. აი რატომღაც ეს ყველაფერი ეკუთვნის. ის რაც სხვა ადამიანებმა შრომით შექმნეს, მას ეკუთვნის რა. მაგალითად, ეკუთვნის ვიზა ლიბერალიზაცია. ანუ ვიღაცებმა სახე აიხიეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაღაც ათენებდნენ ღამეებს იქა, არაფერი რა, ომი ქონდა რუსეთთან იმის გამო, რომ ევროპისთვის ევროინტეგრაცია ჩვენთვის ღირებული რო იყო, ხო? ანუ მაგის გამო ჩვენ ომი ქონდა რუსეთთან და მოვიპოვეთ ყველა ის ბენეფიტი, რომელიც გვაქვს. და უცებ ტიპი გეუბნება, რომ ევროი, ვიზა ლიბერალიზაცია და სუნუ მომწმენ. არ ვიცი, რაღაცა ბოდოები, ხო? რა ვიცი, ზოგადად სამყაროს ესე მოიხმარენ. რა იუსტიციის სახლი, ის რომ კორუფცია არ არის, ის რომ განათლება შეგიძლია რომ უბრალოდ მიხვიდე, ანუ ადამიანები ეგეთებიანი არ ახსოვთ რა, რომ ეს ყველაფერი შრომის შედეგად მოხდა, ანუ შრომა გულისხმობდა ძალიან მტკივნეულ რეფორმებს, მაგალითად, ანუ უნივერსიტეტის რეფორმა, გამოცდების რეფორმა იყო მტკივნეული, ვიღაც კორუმპირებულ ხალხს ჩავხსენით ფულიდან და უთხარით რომ შენ დღეიდან აღარ აიღებ მოსწავლეებისგან ფულს და იმიტომ რომ გამოცდებს ჩააბარებენ ცენტრალიზირებულად. და ყველა ადამიანს საქართველოში მიეცა სამართლიანად გამოცდის ჩაბარების საშუალება. უმტკივნეულის პროცესი იყო. და დღეს ტიპი გეუბნება, რომ ახლა იასნახო, აბა გამოცდები როგორ უნდა იყოს რა, რა ვიცი, ბოლო-ბოლო გავაუქმოთ, ეგეც რა ვიცი, სოროსმა დაგვალა რაღაც ბოდვას იტყვიან ხვალ, ხო? რუსები როგორ ექცევიან რა დასავლეთს რა, ну აი მაკდონალდსი არ იქნება, იქნება ვკუსნაი ტოჩკა რა. და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ტიპები სინამდვილეში ანაცვლებენ ყველაფერს იმას, რასაც შრომა უდევს თავისი რაღაცა ბოდვით და ცდილობენ რომ ეგ ბოდვა substitute ხო რაღაცა ნაცვალი იმ ნამდვილის გაასაღონ როგორც მე რა ეს ხო ყველა შეუძლია რა. და ეგ მაგალითად ახლა დღეს რა თეატრს როგორც ექცევა რეჟიმი სამწუხაროდ ბევრი რეჟიმის მხარდამჭერიც ესე უყურებს რა. ანუ ტიპები წარმოიდგინეთ თეატრში დადიან, წიგნებს კითხულობენ თუ რა მაგ ხალხზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ დიდი ნაწილი ამას წარაკეთებს ალბათ ხო. თეატრში დადიან, წიგნებს კითხულობენ, გამოფენებზე დადიან, რაღაც ახალ კინოებს ნახულობენ, ფილმებს, ვიღაცა ჩვენი მსახიობების და ასე შემდეგ. უცებ ყველა ეს ხალხი არის ბოიკოტში. ანუ ყველა ღირებული მსახიობი, ვინც რამე ღირებული შექმნა ბოლო პერიოდში, ვინც კი რამე დაწერა, ვინც კი რამე დახატა, ვინც კი რამე იმღერა, ყველა ეს ხალხი, რომელიც ქმნის საქართველოში ეკონომიკურ დოვლადზე არ ვსაუბრობ, ღირებულებას, ეგენი წავიდნენ ბოიკოტში და კოცები ამბობენ, რომ მე რა ეგ არ იქნება, სხვა იქნება რა. აი ეგეთი ბანძი მომხმარებლები არიან ყველაფრის რა, ეგრე უყურებენ სამყაროს და ვერ ხვდებიან რომ სინამდვილეში რა გონია თქვენ, რა დოი პოლიტიკურად შეიძლება მოგწონს არ მოგწონს რა და კახაკი მძურაშვილი და ყველა ის დასი ვინც არიან ხო და თავაძე და სხვები რა. კი ბატონო, მაგრამ მართლა გონია რომ ერთმეორს და მიბმული არ არის? მაგალითად ის რომ შენ ბოლო პერიოდში თეატრში დადიხარ არ არის მიბმული იმასთან რომ იმ სპექტაკლებს დგავს ეს ხალხი იმ ავტორების რომლებიც ესე ფიქრობენ როგორც ფიქრობენ. ანუ პირობითად ივა ფეზუაშვილის ბუნკერი რო არის მაგ თეატრში დადგმული და ივა რო ესე აზროვნებს და ესე ფიქრობს სამყაროზე, რომელიც შენ რატომღაც დაეთანხმე და მე რეჟისორის დაეთანხმა და მე თეატრის ხელმძღვანელის დაეთანხმა და მე მსახიობების დაეთანხმა და შექმნეს ის პროდუქტი, რაც შექმნეს ბუნკერზე ვსაუბრობ მაგალითად და რო წახვედე და რო ისიამოვნე, ეგ ყველაფერი არ არის დამოკიდებული იმასთან, რომ ამ ყველაფრის მიღმა რაღაცა დგას ღირებული. ანუ უბრალოდ ტექნიკურად ისე მოხდა, რომ ივამ რაღაცა დაწერა და სხვამ რაღაცა უბრალოდ დადგა და ვიღაცამ რაღაცა ითამაშა. ხო და ეგ არის ზუსტად აი იმ კომისიის ხელმძღვანელის აღქმა მის ქანდაკების რა. აი ზუსტად, ანუ დაახლოებით კიდე მეორე მაგალითი ამის იქნებოდა ძაღლის გული ბულგაკოვის რა. იდეალურად აღწერილი 20-იანი წლების ჯოჯოხეთი, ძაღლი აღზევებული, რომელიც იმას ვიღაც ტიპებს ეუბნება, რომ თუ გახსოვთ ეს სასცილო დიალოგი არის ამ ექიმს ეუბნება, რომ რა ვიცი რა წავიკითხე იმისი. Читал я переписку Маркса с Каутским, თუ ლენინა Კაუტსკიმ რა. და ეს ანუ კაუტსკის და ლენინის მიმოწერა წავიკითხეო და არ ვეთანხმებიო. და ეს პროფესორი ეკითხა, ვის არ ეთანხმებიო და არც ერთს არ ვეთანხმები. ანუ კაუტსკი არის სოციალ-დემოკრატიის, რა ვიცი, მამა, ღმერთი, რა ვიცი, რაც კიდეც დაარქვით გერმანიაში, ნუ ლენინი იცით ვინც არის და აი ეს აღზევებული ძაღლი იძახის, რომ არც ერთს არ ეთანხმება. ოღონდ აი ეს გადაწოლილი ჭაჭა აქ ჩარტყმული რა. აი დაახლოებით ეგ ხალხი გმართავს სინამდვილეში დღეს ჩვენ და სამწუხაროდ მისი ამომრჩევლიც ვერ ხვდება, რომ თუ ეს ყველაფერი მოისპობა, ანუ პოლიტიკურად არის ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმული, ეს ხალხი თავისი ღირებულებებით, რომელიც გულისხმობს თავისუფლებას, თანასწორობას, სოლიდარობას, ძმობას, ერთობას, რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, ზუსტად ამიტომ ქმნიან იმ პროდუქტს, რომელიც იქმნება. და თუ შენ ამ ხალხს გაანადგურებ, ეს იმას კი ანიშნავს, რომ მაგ პროდუქტს ვინმე სხვა შექმნის. შექმნიან სხვა პროდუქტს, რომელიც იქნება კატასტროფა. ზუსტად იგივენაირად,
როგორც საბჭოთა კავშირში, ხო თქვენ რო იცით 5 ფილმი მაგალითად, ხო დანელიას და შენგელაიას და სხვების, საბჭოთა კავშირში იღებოდა 100-ობით ფილმი, ოღონდ სრული დეგენერატორები რა. ხო? და კი, რახან საბჭოთა კავშირი სხვა ისტორია ჩვენ არა გვაქვს და კი, მანდ არის შექმნილი ბევრი რაღაცა, რადგან გვიწევს თქვათ, რომ რა კარგი არის თუ რაღაცა რა, მაგრამ ბევრი რაღაცა კარგი არ ყოფილა. არ ვიცი, მანქანა რუსეთს შეხედეთ, ჩვენზე თავი დაანებთ, ღვინოს ვაკეთებდით და იმასაც ვაფუჭებდით, ხო? რა შევქმნით, ანუ რა შექმნეს რუსებმა, რა შექმნეს? საწაწიეს კაცობრიობა წინ. გაგარინი ის როლის ერთი კოსმოსში და რა ვიცი, ატომური ბომბი მოპარეს იმას ამერიკას, აი ეგ არის და ეგ. მაგრამ რუსეთს კაცობრიობა წინ არ წაუწევი არც აზროვნებაში, არცაც საერთოდ, ხო? ხო და რატო არ წაწიეს? ზუსტად იმიტომ, რომ ვინც კი მოაზროვნე იყო, ან დახვრიტეს, ან დააშინეს და ვინც დარჩა, ის ისეთ დაშინებული იყო, იგივე ბედი არ ქონდა, რომ უბრალოდ არაფერს არ აკეთებდა. და გადაიქცა ადამიანი აი ეს რაღაც მომხმარებად რა, ზაპოროჟეც ხო დადის რა, ვივლით რა. ხო და სამწუხაროდ ჩვენი მომავალი ეგეთი არის რა, ანუ შეიძლება ესე არ გეჩვენებათ და თქვათ, რომ ამ სპექტაკლზე ვი, იმ სპექტაკლზე ვი, სპექტაკლი აღარ იქნება საქართველოში, იქნება საღლიცინო კომედიური ჟანრის რაღაც ვოდებილები, ჰიჰი ჰაჰა, აი ეგ არის მთელი შენი, ანუ სააზროვნოდ კათარზისი და იქ რაღაცა პოეტიკა და ამბები, ეგ დამთავრებული ამბავი, იმიტომ რომ ვინ დაგადგმევინებს, დოი თუ გამოაგდეს, მთელი დასი გამოუშვეს იქიდან, რასაც ჯერჯერობით თეატრალები ძალიან კარგად დახვდნენ დღევანდელ განცხადებას. სხვა ვინმე დადგავს რამე იმას, საპროტესტოს, ვინმე? ან თქვათ თუ ყველა მწერალი ქვეყნიდან გააძევეს, ან წიგნები არ გამოუცეს, ან თუ ყველა გამოცემლობას აუგზალეს რაღაცა სიტყვების ტექსტების გამოცემა, ვის მართლა მწერალთა სახში რო სასტავი იკრიბება, მაგათ წიგნებს წაიგითხავთ ხოლმე? და ეგენი შექმნიან მწერალთა ერთმანეთს რო ტაშს უკრავენ, ეგენი შექმნიან რამე ღირებულს? ხო და გამორიცხული ამბავი არის. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეგრე უბრალოდ ღირებული არ იქმნება კონკურენციის გარეშე და მთავრობა რო წყალს გასხავს და პირობებს რო გიქმნის. უბრალოდ იმიტომ, რომ ღირებულს ჭირდება, ღირებული იქმნება საზღვარზე ან საზღვრის მიღმა. ანუ იმის მიღმა, რაც არის კომფორტის ზონა. და როცა შენ იცი, რომ ყველა ვინც კომფორტის ზონა, ოღონდ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კომფორტის ზონიდან გავიდა, ყველა დაჩაგრეს, ვინ შექმნის რამე ღირებულს? არანაირად არ შექმნის. და ამიტომ შეგრჩება ეს რაღაცა ის. მეორე ღირებული რაც არის, რატომაც არ შეიქმნება არაფერი, იმიტომ რომ პრეტენზია და ამბიცია არავის არ აქვს. იმიტომ რომ სახელმწიფოს არ აქვს არაფრის პრეტენზია და ამბიცია. შეუძლებელია ესე ტიპის ქვეყანაში, სადაც გეუბნებიან, რომ რაც ვართ, უკვე კარგები ვართ. ოღონდ არ ჭირდება არც ევროპა, არც მევროპა, არც განვითარება, არც გრანტი, არც ფული, არაფერი არ გვინდა. აგერ ეხლა გავხსნით საზღვარს იმათთან, პაკისტან, ინდოეთთან, საუდის არაბეთთან, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ტურიზმზე შევჯდებით. პლუს ნარკოტრაფიკი, რომელსაც თქვენ ვერც ვერ გაიგებთ და კიდე რაღაც მანქანებს და ჩიპებს მიყიდით არალეგალურად რუსებს. ასევე თქვენამდე არაფერი არ მოვა. და დანარჩენი ხა, რა ვიცი, აგერ ტურიზმი იქნება და ფული იქნება რა, ლარი არ გავარდება. და დანარჩენი ქართულმა რა უნდა გააკეთოს. თქვენც ეს ჯერ არავის არ უთქვათ, მაგრამ სინამდვილეში მაგას ამბობენ რა. და როდესაც სახელმწიფოს მთავარი კოდი არის, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ღირებულს, იმიტომ რომ ჩვენ უმნიშვნელო ვართ მსოფლიოსთვის და უნდა ვეგდოთ იქ სადაც ვართ, ყველა მისი მოქალაქე ესე ოპერირებს მე. და ზუსტად ეგ არის აი ეს საშუალო აღზევებულობის ჯოჯოხეთი, საშუალო ხალხის და უბრალოდ სხვა ვერსია არა გვაქვს, განვითარების სხვა ვერსია არის, რომ ეს საშუალო ხალხი, რომელიც საკუთარ თავსაც კი თვლიან მხოლოდ საჭიროების და სარგებლის პერსპექტივიდან. ანუ მამუკამ დინარაძეს ოხანაშვილს ემართება დღეს რო თქვა მონამაცად გუშინ ძახდა, ხო, რომ როგორ მელაპარაკებითო მონამაც არ იცოდაო თუ რაც იცოდაო, რომ რას უპირებდნენო. ისე იძახის ამას, თითქოს ერთი 7 ჯერ არ აყავს საკუთარ პარტიას გადაგდებული. და ნათრევი და ისე არ ალაპარაკეს რაღაცები, რომ თვითონ არ იცოდა რა. და თითქოს ჩვენ არ ვიცოდეთ, რომ ხვალ რო უთხრან, რომ შენ დღეიდან იქნები ტაჯიკეთში ელჩი, უბრალოდ დღეს რო იტყვის, რომ მე არასდროს არ მინდოდა პარლამენტარობა და ტაჯიკეთში მინდოდა სულ ელჩობა. ხო ვიცით, რომ ესე იქნება. და ადამიანები, რომელსაც საკუთარ თავსაც ესე უყურებენ, როგორც, რა ვიცი, ძმაო, მე ახლა ეს ერთ საშუალო კაცი ვარ, შეუცვლელი არავინ არ არის. ის არასდროს არ წაახალისებს სახელმწიფოში ისეთ წესებით თამაშს, რომელიც გამორჩეულობას, წარჩინებულობას წააქეზებს. გამორიცხული ამბავი არის რა. ხო და ამიტომ ცოტა მაგაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ სინამდვილეში ეს ფილტრი, რაც ივანიშვილმა შეიმუშავა, რომელმაც აი ეს საშუალო ხალხი, რაღაც საშუალო უნარების მქონე, აბსოლუტურად უფერული, უსახური ხალხი წააქეზა და დააწინაურმა მაგ პოლიტიკურმა სისტემამ ყველაფერი გასვარა, ანუ სოციუმი გასვარა თავიდან ბოლომდე. ანუ მოქალაქეებსაც იგივე ამბიცია აქვთ, არანაირი და ეხა ეს მოსუფთავების ფაზა რაც აქვთ, რომ აი მოდი დავერიოთ მწერლობას, დავერიოთ
რა ვიცი, აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც უფრო მეც აკეთებენ, ვიდრე სხვა მოქალაქეები, რა ვიცი, გრანტით, როცა შენ ცდილობ, რომ მე მუშაობ კიდევაც, მაგრამ გრანტს მოვიპოვებ, რომ კიდე რაღაცა გავაკეთო ქვეყნისთვის, აი ეგ მოქალაქეებს უბრალოდ კლავს, ხო, დღეს სახელმწიფო, ანუ გამორჩეულობას კლავს და ტოვებს საშუალოებას, რა. ხო და არ მინდა მისაქნად დიდად დაგასპოილეროთ, მაგრამ ეგეთი ცხოვრება არის ჯოჯოხეთი რა, იმიტომ რომ რა ვიცი, არ არის ახალისო ზაპოროჟიეს შოზიხარ და გონია რომ ყველაზე მაგარ მანქანაში ზიხარ. რა ვიცი, სამარტივი მეტაფორა არის ეს და ხო ესე იყო. ანუ სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი მას შემდეგ რაც უცხოური მანქანები, ნამდვილად უცხოური კარგი მანქანები შემოვიდა საქართველოში, მაინც ჯიუდათ ამბობდნენ რომ ნივა ყველაზე მაგარია. შეაკვდა ხალხი ამ ნივის იდეას, შეაკვდა, იმიტომ რომ მთელი მათი ცხოვრება აძახებინეს, რომ ნივა არის ყველგან მივა თუ რაღაცა რა. ხო და აი მან დამოუყოფთ საბოლოო ჯამში თავს. ეხლა, არ ვიცი, ეხლა რამდენნაირად შეიძლება აღწეროთ, რომ თქვათ, რომ შარში ვართ, ან მართლა ძალიან დიდ შარში ვართ, უბრალოდ დღეს ვცადე, რომ აი ამ ხოსე ორტეგაი გაზეთის კონცეფციის მიხედვით გვეცადა დაგვენახა ქართული ოცნების მენტალობა ზოგადად, მათი რაღაცა ოპერირების კოდი, ასე ვთქვათ, რომ კიდევ მაგად მოსახედიდან იქნებ უკეთესად აღგვეწერა, დაგვენახა, უფრო კარგი ხელსაწყო იყოს ეს ტექსტი, მასების ამბოხი, იმის რომ გავარკვიოთ თუ რატო არიან ესენი ისეთები როგორიც არიან და რატომ ებრძვიან ყველაფერს, რაც არის გამორჩეული და რატომ არის ძვირფასი, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამორჩეული დავიცვათ რა. მაგალითად, თუ დღეს ფრონტის ხაზი გადის თეატრზე, მაშინ თეატრი უნდა დავიცვათ აუცილებლად, ხო? ისევე როგორც თქვათ, გამომცემლობები იყო თავის დროზე დარტყმის ქვეშ, იყო უნივერსიტეტები და იქნება აუცილებლად კიდე დარტყმის ქვეშ და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ ისევ რა, არა თუ მე არ მინდა ქვეყანაში ცხოვრება, როგორცაც ესენი წარმოაჩენენ, არც შვილები გვეზდება ყველას აქ და რაღაცნაირად წარმოვიდგინო, რომ მართლა საშუალო უნარების მქონე ადამიანი იქნება, რომელიც ოცნების ყველაზე მაქსიმუმი იქნება მომსახუროს ვიღაცას ტურიზმის სფეროში, ოღონდ არა იმიტომ, რომ ეს გიждდება ისე მომწონს, მაგალითად მე გიждდები ისე მომწონს, ოღონდ ვინმესთვის რამე ამახსნევინე და გიდი ვიქნები ჩემ ცხოვრების მეორე ეპიზოდში, როდესმე და ისე როგორც ვთქვათ, ბარში მინტანობა არის ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც არასდროს არ მიკეთები. ანუ ეს მევასება რა უბრალოდ რა. არა მაგიტომ, არამედ იმიტომ, რომ სხვა გასაქანი საქართველოში არ იქნება რა. აი ეგ რო არ იყოს, ხო? და პლუს ამას ისეთი უინტერესო ხალხის ქვეყანა შეიქმნა, სადაც მწერალთა სახლში ვიღაც სასტავი შეიკრიბება, რაღაცებს ერთმანეთს მოუყვებიან, მე იქეიფებენ, მე ერთმანეთს ტაშს დაუკვირვენ, ამას სურათებს დადებენ და ვიღაცა აქ Facebook-ის მეორე მხარეს იტყვის, რომ ნახე მწერალთა სახლში რაღაცა პროცესები მიდის. არა და არც წაიკითხავს არასდროს არაფერს იქ რაც ხდება, იმიტომ რომ წაიკითხოს ვერ გაიგებს და რომც გაიგოს არ მოეწონება, იმიტომ რომ იქნება კატასტროფა რა. შესაბამისად, რა ვიცი, თუ არ გვინდა რომ ჩაკვდეს ყველაფერი საბოლოოდ, საიდანაც მიდის, ჯერ კიდევ არის რა, ისევ ეს არ არის თეატრის ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა რა. ანუ აგებს თეატრი, აგებს პოლიტიკა, აგებს თეატრი, ერთმანეთზე გადამული აზელილი არის უკვე ის გამიჯვნა, რაც აქამდე არსებობდა 12 წელი მაგას გვიძახდნენ, რომ სპორტი ცალკეა, პოლიტიკა ცალკეა, თეატრი ცალკეა, ხელოვნება ცალკე არის. დღეს უკვე ძალიან წინა პლანზეა წამოსული, ესე არ არის. სისტემა აპირებს რომ იყოს ტოტალური და ამ ტოტალიტარობის თუ ტოტალურობის ძიებაში ის გაეკიდება თავისუფალ აზრს და განსხვავებულობას ყველა კუთხეში საქართველოს სოციალური ქსოვილის, ხო? ამიტომ არ ვიცი, იმედია უკეთ დავინახეთ ქართული ოცნების მენტალობა, ეს აღზევებული საშუალო ადამიანი და იმედია, რა ვიცი, რამეში მაინც გამოგადგებათ ეს ცოტა ხანი რამდენიმე წუთი, რომელიც ჩემთან ერთად დაჰყავით. დიდი მადლობა. ზოგადად მომავალში რამე შეკითხოს თუ დამიწერთ ხოლმე, ჩემსაც უკეთესი არის, რომ გიპასუხებთ და რაღაცა მაგასაც გადავეჩვიეთ, რომ ერთმანეთს რაღაცაზე ველაპარაკებით და უფრო პასიური მსმენელ მიმღებ რაღაცნაირად მოლაპარაკეს ისა გვაქვს ხოლმე. არ შეიძლება აქ იწერება და მე ვერ გავერკვიე ჯერჯერობით, მაგრამ ოღონდ მომავალში რამე შეკითხვებით თუ გექნება, დიდი სიამოვნებით და არ მაქვს ამბიცია, რომ გამარჯვებათ, დღეს არის რაღაცა ოთხშაბათ 12 საათი ლევანთან ერთად და მზად ვარ გიპასუხოთ თქვენ შეკითხვებს. ამას ვერც გავბედავ, მაგრამ თუ რამეზე კონკრეტული გექნებათ სათქმელი, დიდი სიამოვნებით გამოეხმაურები. მოკლედ, ყველაფერი კარგად იქნება.